ესე იგი, როგორც იქნა დაუბრუნდით, ამიდებიდან ნულა გამოდის, მაგრამ ზეთან ზევით ვიყურებით, მე მგონი დღესაც გაგვიწვიმდება. ეხლა ვარ შეკრებილები GT Motors-ში, BMW-ს ცენტრის წინ ზუსტად და ჩემს უკან ხედავთ აი ამდენ სილამაზეს. რა ხდება, როგორ ხდება, რატო ხდება, ამ ყველაფერს ეხლა გეტყვით 2 წუთში. ეს ყველაფერი რაც ეხლა აქ არის, სალამი. რაც ეხლა აქ აყენია, აი ამ ყველა მოტოციკლით მივდივართ კახეთში, 2 დღიან ტურზე მივდივართ BMW-ებით, სადაც შემოვლით რამდენიმე ლოკაციას, დავბინავდებით ერთ-ერთ სასტუმროში და იქ გვექნება რამდენიმე აქტივობა უკვე ლოკალური. მაგის მერე უკვე ხვალ ისე უკან რაიდი გვექნება თბილისამდე. არ დაგავიწყდეთ ყველა ვიდეოს ქვეშ დააკომენტაროთ ნებისმიერი სახის კომენტარი, იმიტომ რომ ამ ვიდეოშიც, როგორც სხვა დანარჩენებშიც, ყველა ვიდეოდან ამოვარჩევთ 2 იღბლიანი მაყურებელს, რომელსაც 30 ლიტრ სუპერს გადავწევთ. ორი სიტყვით მოგვიყევი, რატო ვართ, სად ვართ, როგორ ვართ, ვინ ვართ და ასე შემდეგ. მოკლედ, რატო ვართ აქ ვართ, იმიტომ რომ BMW მოტორად საქართველოს დაორგანიზა ეს რაიდი, მხოლოდ BMW-ებისთვის. ამას ოფიციალურად, ანუ მთელ მსოფლიოში მოტოსეზონის გახსნის პარალელურად ტარდება BMW მოტორადის სეზონი. ეს არის პირველად საქართველოში, კი ეს. მგონი ამდენი BMW-ც პირველად შეიკრიბა, საქართველოში პირველად ნახე და მგონი ერთად ამდენი BMW და რატო BMW მოტორაც აქ ესეთი ტრადიცია მთელ მსოფლიოში, როგორც ესე ვთქვათ, ყველაზე ტოპ ბაიკის პატრონები ცალკე აწყობენ სეზონის გახსნას რა. შესაბამისად, ეგ არის დღეს BMW მოტორადის სეზონის გახსნა. მივდივართ კახეთში ყველანი ერთად და იქ იქნება უკვე BMW მოტორად კლუბის პრეზენტაცია. სადაც გავაცნობთ რაიდერებს რეგლამენტს, ვისაც სურვილი ექნება შემოუერთდება და მთელი აზრი და შინაარსი ამისი არის ის, რომ გვინდა რომ 2 ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ავწიოთ საქართველოს დროშა. ეს არის გარმიში, საზღვარგარეთ რა თქმა უნდა. ეს არის გარმიში, რომელიც გერმანიაში ტარდება. ანუ ერთ შემდეგ კითხვა ეგ მქონდა ვინმე აპირებს თუ არა აქედან წასვლას, ანუ დაგეგმილი არის. აუცილებლად და მეორე რისთვისაც ალბათ 1 წელი და 2 წელი არ გვეყოფა, ეს არის GS Trophy, რომელიც არის მსოფლიო დონის შეჯიბრი მხოლოდ BMW GS მოდელებისთვის და მანდაც რა თქმა უნდა გვინდა საქართველოს დროშით ჩავიდეთ. ეგ ცოტა სამომავლოდ. ეგ ალბათ 2 წლის გეგმაა. მაგრამ ანუ წლევანდელ სეზონზე ფიქრობთ რომ უკვე გარმიშზე უკვე ვფიქრობ წლევანდელ სეზონზე. იდეალური იქნება, რა ძალიან მაგარი იქნება, ჩემი აზრით, მანდ მოხვედრა და იმ აქტივობებში მონაწილეობის მიღება და საკუთარ თავზე შეგრძნება, რაც იქ ხდება ხოლმე, მე დორბლი მომდის ხოლმე, რომ ყურებ ისეთი სასიამოვნოა, ყველაფერი ოცნება ყველას. უნდა ითქვას, რომ იქ ანუ შეგიძლია ჩახვიდე, მაგრამ იქნები ტურისტი. კი ბატონო. ხო, მაგრამ როცა მიწოლის ოფიციალური მოტორად კლუბი რო ჩამოყალიბდება და გავერთიანდებით ევროპის მოტორად კლუბების ქოლგის ქვეშ, მანდ უკვე მივალთ როგორც მიწვეული სტუმრები.
და მან საინტერესო იქნება კიდევ ვინ არის ყველაზე შორიგიდან ჩასული მაგ ივენტზე, საინტერესო იქნება ძალიან ადგილობრივი გამოკითხვაც, იმიტომ რომ ბევრი, კი, ძალიან ბევრი სხვა ქვეყნებიდან ჩადიან ხოლმე, მაგრამ საქართველოსთან სადაც 4000 კილომეტრი უწევს დაახლოებით გავლა და მაგდენის გავლა, ბევრი არ იქნება, მეეჭვება რომ ძალიან ბევრი იყოს ვინც მაგ კილომეტრებს გაიგებს. ჩვენთან ერთად არის რამდენიმე ბიჭი, რომელსაც 4000-ზე ბევრად მეტი კილომეტრია გავლილი. ერთი მგონი წინ მიდგას. 1 კილომეტრი მეც გამივლია კი რა. და დანარჩენებს ნუ GS-ით, ანუ იმოტოთი მურთაზი ვიცი, X-ით შემოიარა ევროპა, GS-ით რამდენიმე ბიჭი. ზვიადი, გია, კიდე ვასო. ანუ მოვლილია, ხო, ანუ კი, ანუ სასტავია, რომელიც ეს ვიკენდზე რა ვქნა და წამო სტამბულში გავკატავდეთ სასტავი. როცა ეს GS-ი და X-ი როცა ყავს, აი თავისუფალი დრო გეგმა ვეგრევე რომ რა ვქნა 2 დღე მაქვს წავედი სადმე. გერმანიას უცებ ჩავიდნენ და ჩამოვიდნენ ეგ თემაა. ხო რა, ანუ ჩემი რეკორდი პირადი არის 800 კილომეტრი ერთ დღეში და ანუ მართლა დღემდე მგონია რომ დამესიზმრა ეგ რაიდი, იმიტომ რომ აი ვაფშე არ დავიღალე. და რითი იყავი? GS-ი, 1300 GS adventure. მაგრამ ეგ საქართველოში არის. ეგ საქართველოში, ხო, სარფი, თბილისი. ხო, მივხვდი ზოგადად. ნუ მოკლედ მე მგონი კაი საინტერესო დღე გველოდება დღეს. იქაც რაღაც აქტივობები გვაქვს მე მგონი, ხო და გიგულიც ჩავალთ. იქ ჩავდივართ, რას მნიშვნელოვანია ლუდი გვხდება პირველ რიგში. დღეს გავთხოვებით. იმიტომ რომ დღეს ძალიან დაგვცხადა რომ გავგრილდეთ ცოტა. ძალიან კაი. ვახშამი გვექნება, კლუბის პრეზენტაცია გვექნება და ნუ მე ყველა ერთად PSG-ს უბალეშიკებ. გულ შემატკივრებ. სავარაუდოდ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. მე მგონი რაღაც შემოპარლებიც იქნებიან თუ არა? ხო, ტრიუმფია შემოპარლები. ვიცი დავინახე. აი, მოკლედ მშვიდობიანი რაიდი რა თქმა უნდა. მე მგონი გავერთობთ დღეს კარგად. კი. რაც თავარია მშვიდობიანად და უსაფრთხოდ ჩავატაროთ ყველაფერი. ცივილიზირებული და ესეთი ხალხი არის, რა ყველა ყველა ჭკვიანურად მოდიოდა, ყველა დასტოვინად და კარგად იყო. ოკეი, მარია, კაქტი. კარგად. არა, არ ვიცი. როგორი იყო აქამდე მოსვლა და როგორ მოგეწონა და რა სოლოდები დღევანდელ დღეს? ძალიან მომეწონა, მესამე ჯერ საკაია, ძალიან მომწონს ვიდი. ეს ბაიგზე. ოკეი. გილოცავ მართლა პირველ რიგში ძალიან. დიდი მადლობა. GS 1300 მიულოცეთ ქალბატონ მარიას. მოყოფილი ხარ? მოგეწონა? კი, ძალიან. ტრიუმფის მერე და ჰარლის მერე. დაჯიქ ხო ნამდვილ მოტოციკლზე და მივხვდი რა. არა, ტრიუმფი მომწონდა ჩემი ლოურაიდერიც. რა არის ყველაზე მეტი კილომეტრი რაც გაგივლია დღის განმავლობაში ერთ დღეში? მე მგონი 240. 250. ან 200 ან 50 ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ 250 კი. ვა, კარგი იყო. მოკლედ, კაი დღე გველოდება, მე მგონი კარგი აქტივობებით და გართობით და სასიამოვნო და მხიარული დღე. დიდი მადლობა. აბედროებით. შენ ჩემი მას actually. ხო, ნუ ყოფილი, კაი, ვამა ყოფ, აგერ ისე ისწავლა ტარება, რომ GS 1300-ით მოძრაობს უკვე 2 სეზონით. 2 სეზონი, მეორე სეზონი არის ეს? მესამე სეზონი. მესამე სეზონი, всё, სუპერ. გილოცავ.
მოდიო მშვიდობისა ყველას ულამაზესი და უსაყვარლესი შატო არტოინიდან კახეთში ვართ ჩამოსულები გუშინ გამოვიარეთ დაახლოებით 130 კილომეტრი დაახლოებით 50 მოტოციკლმა რა თქმა უნდა ყველანი ვიყავით BMW-ებით და ნახავდით თქვენ ამ ულამაზეს კადრებს როგორი კარგი სანახაობა იყო როცა ერთ და იგივე სტილის ერთ და იგივე ჭკუის ადამიანები შევიკრიბეთ და ჩამოვიკატავეთ კახეთში სადაც დაგვხვდა ეს ულამაზესი ლოკაცია სადაც უკვე გუშინ საღამოს მოხდა კლუბის პრეზენტაცია წარგვიდგინეს რა სამომავლო გეგმები აქვს რა სოციალური და საქველმოქმედო აქტივობები იქნება მომავალში ამ კლუბის მიერ და მოკლედ ძალიან სასიამოვნო და კარგი საღამო გავატარეთ გუშინ ამის შემდეგ უკვე ჩემპიონთა ლიგა იყო და ჩაუჯექით მე და მიშა წავედით მონტაჟზე გავაგრძელეთ ზევით ნომერში მონტაჟი თუმცა ნუ ბიჭებმა ძალიან ისიამოვნეს ძალიან კმაყოფილები არიან ყველანი მოკლედ კლუბს რომ შევეხოთ ისევ გუშინ წარგვიდგინეს რამდენიმე ადამიანი ვისგანაც შედგება ძირითადად კლუბი თუმცა ასევე გახსნეს შემიძლია თქვა membership-ი ვისაც სურვილი ექნება რა თქმა უნდა ვისაც BMW ეყოლება მათთვის ძალიან სასიამოვნო ფიდბექები იქნება ვინც ვისაც სურვილი გაუჩნდება რომ ამ კლუბში გაერთიანდეს სამომავლოდ ბევრი აქტივობა დაგეგმილი ასევე როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთაც და ძალიან დიდი წარმატებები მინდა უსურვო ამ კლუბს იმედი მაქვს რომ რაღაც ახალ სიტყვას იტყვიან ქართულ მოტოკულტურაში და მოტოსაზოგადოებას კიდევ უფრო მეტად გააცნობენ ამ კულტურას როგორც ქვეყანაში ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დიდი კოლონით გავუდგებით გზას თბილისისკენ. იმედი მაქვს დღევანდელი დღეს ესე მშვიდობით ჩაივლის როგორც გუშინ ჩაიარა და სასიამოვნო იქნება ყველასთვის და რა თქმა უნდა დასამახსოვრებელი. ძალიან მადლობა მინდა გადავხადო BMW-ს ცენტრს საქართველოში, რომელმაც დააორგანიზა ეს ყველაფერი, ესე მასშტაბური და იდეალურად ორგანიზებული იყო ყველაფერი და ძალიან დიდი რესპექტი ჩემგან ამ ყველაფრის ორგანიზატორებს, ბიჭებს, რომლებმაც არ დაიშურეს ენთუზიაზმი ამ ყველაფრის გასაკეთებლად. მოკლედ ახლა ნელა ისევ შევიკრიბებით ჩვენს მოტოებზე, აი ამ სილამაზეებს დავასყდებით და ისევ წავალთ თბილისისკენ, მე და მიშა ვიყავით. აი ამ სულ ახალი GS 1300-ით და ძალიან ნასიამოვნები ვარ და შემიძლია ვთქვა რომ მოწამლულიც კი ვარ. ფაქტიურად ეს არის მოტოციკლი, რომელზეც ერთხელ თუ დაჯდები, აღარ გინდება სხვა მოტოციკლზე გადაჯდომა.